მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ხვალდაზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას მესამე მოსმენით. ხვალდაეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალდაზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება, არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე 8 ჯერ მოგანიჭა და ოქტომბერში მე-9-დაც მოგვანიჭებს. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალდაზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა მკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებითად ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ. გასული კვირების განმავლობაში იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველა შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალდაზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო და ქართული საზოგადოება თავს იწონებდა მშვიდობიანი პროტესტის კულტურით. ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2012 წლებში სიცრუესთან ერთად სწორედ ძალადობა იყო, ახლა ცდილობს ქართული კულტურის ეს ნიშანიც წაშალოს და ძალადობრივი პროტესტის ეგრეთ წოდებული კულტურა დაამკვიდროს. თუ დისიდენტური და ქართული ოცნების აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა. ნაცმოძრაობა, რომელიც თავის დროზე გარეძალებმა ხელისუფლებაში ძალადობითა და ქვების სროლით მოიყვანეს და რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნისას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა იყო, დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან ძალადობს. სახელმწიფო კოლექტურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს ბუნებრივია ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა ძალადობრივი პროტესტის არა ქართული უკულტურობით ჩაანაცვლოს. ეს ძალადობა და უკულტურობა, რომელთაც ნაცმოძრაობა ჯერ ხელისუფლებაში გამოირჩეოდა და ახლა უკვე ოპოზიციაში გამოირჩევა, არ არის ქართული და სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის. საქართველოში მისი დამკვიდრება სწორედ იმ შავ ფულს უკავშირდება, რომლის დამალვისთვისაც დღეს ასეთი გამალებით იბრძვიან რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები. ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს
და სუვერენიტეტი კიდევ უფრო გამტკიცდება. სუვერენიტეტთან ერთად გამტკიცდება სამართლისა და კანონის უზენაესობა საქართველოში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გვირდებით ყველას, რომ სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე და პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის კანონის წინაშე ყველა კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა სამართალდამცავებს სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და ვთხოვო მომიტინგეების მხრიდან ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხო. დიდი მადლობა. მოგესალმებით რუსთავი ორიელი ტანტყულზე ჩემი კითხვა ბუნებრივი ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს და უბრაიანი რომელიც ხვალ ჩამოდის საქართველოში. ამერიკის სახელმწიფო დევნის თანაშემწის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩვენ მოგვისმენია არაერთხელ რომელიც საუბრობს და შეშფოთებულია ამ მოვლენებით რომელიც საქართველოშია ასევე საუბრობს სანქციების გამოყენებაზეც. რას ველოდებით ანუ ამერიკის სახელმწიფო დევნის თანაშემწის ვიზიტიდან რა მოლოდინები გვაქვს? შეიძლება თუ არა სანქციების ამოქმედება ანუ რაზეც საუბრობს რეალურად მოხდეს. მე ძალიან მარტივად შემიძლია გიპასუხოთ სანქციებზე საუბარი არის აბსოლუტურად არასერიოზული. მადლობა. მოგესალმებით ტელეკომპანია ფორმულა დასაჯაია ბატონო ირაკლი თქვენი საუბრობთ რომ ჩატარდა კვლევა თუ შეგიძლიათ გითხრათ ვინ ჩაატარა კვლევა როდის ჩატარდა ეს კვლევა საიდანაც გაქვთ მონაცემი რომ ეს არის უმცირესობა ვინც აპროტესტებს რუსული კანონის მიღებას ამავდროულად თუ ნახეთ გუშინაც გამოსული ადამიანების რაოდენობა ალბათ კადრებითაც არის შესაძლებელი რომ ნახოთ საკმაოდ ბევრი ადამიანი აპროტესტებდა ამას და თქვენი საუბრობთ რომ გაქვთ უტყუარი ინფორმაცია იმაზე რომ მოსალოდნელია გარკვეული ძალადობრივი ქმედებები ანუ შესაბამისი უწყებები უკვე არიან ინფორმირებული რას აკეთებთ პრევენციისთვის რომ არ მოხდეს ძალადობრივი ქმედება ნუ რა თქმა უნდა ბოლოდან დავიწყებ რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმისათვის რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია თუმცა ნუ რა თქმა უნდა შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა თუ ძალადობა არის დაგეგმილი რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისათვის რომ ეს ძალადობა განხორციელდეს თავარია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით არამედ ევროპულზე მაღალი და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით ეს არის დღევანდელი ხელწერა ჩვენი ხელისუფლების და კონკრეტულად სამართალდამცავი ორგანოების რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან, ამიტომ ეს არის სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყველაფერი გაკეთება, რა თქმა უნდა, პრევენციისთვის. რაც შეეხება უმრავლესობას და უმცირესობას, ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, ეს კვლევა ჩაატარა ერთ-ერთმა კომპეტენტურმა, მაღალი მე არ დავასახელებ, თუმცა არის შეგიძლიათ დაახლოებით თქვენ ივარაუდოთ ვისთან შეიძლება ჩვენ მუშაობდეთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას, როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, ზუსტად 61% დაფიქსირდა მხარდაჭერა ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ყველა ხედავთ, სად არის საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება აქციებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე, იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული, რაც ასევე აჩვენებს ბუნებრივია თანაფარდობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას. რასაც ყვეთს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის სწორედ რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში. ბატონო პრემიერო, ბოდიშ გიხდით ისევ დაუბრუნდებით ჩემს კითხვას, რადგან პასუხი ვერ მივიღე, მაინტერესებს, ანუ რას ველოდებით ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტიდან და ხომ არ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ მაგალითად სანქციებს შეუერთდნენ და რომელიმე პირს დაუწესდეს სანქცია საქართველოში. აი ამაზე რომ მიპასუხოთ. ნუ მოკლედ პასუხი უკვე გაგეცით, თუ მაინც არის ინტერესი რომ უფრო ფართოდ გიპასუხოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი ასე ვთქვათ მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო
თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბარტოლომე ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მილიარდი დოლარი და რომელსაც გაუყენეს ეს 2 მილიარდი დოლარი და შესაბამისად არის de facto სანქციების ქვეშ. მაგრამ რა თქმა უნდა ამ de facto სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენ ვერავით არის შანტაჟი, ვერავითარ მუქარა უკან ვერ დაგვახევენებს. თქვენ იცით როგორია საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანაში 3000 წლის მანძილზე ადამიანები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის და როცა ასე დროს ვიღაცა შანტაჟით ცდილობს შენს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა ამას ვერავით არის ეფექტი ვერ იქნება. მე მგონი ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება. და ზოგადად ამ ვიზიტისგან რას ველოდებით? მე იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი იქნება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოებაზე. არა დაშორებაზე ხელოვნურად, არამედ დაახლოებაზე. თქვენ იცით რა არის ჩვენი მოწოდებები, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო ლიბერალიზაცია, ვიზა ლიბერალიზაცია. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა. იმედი გვაქვს, რომ ასეთ თემებზე იქნება საუბარი ამ ვიზიტის დროს. რა თქმა უნდა, ეს დაახლოებს ორ ქვეყანას ერთმანეთთან. თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის დაახლოებაზე, ხო? როგორც არის პირდაპირ ფრენები, როგორც არის თავისუფალი ვაჭრობა, როგორც არის ვიზა ლიბერალიზაცია, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და იმედია ასეთი ტიპის გზავნილები ჩამოდის საქართველოში ბატონი ობრაიანი. ანუ ამ ეტაპის ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ანუ ლოგიკას თუ გავყევთ, ამერიკა არ არის სტრატეგიული პარტნიორი ახლა? მე სხვა რამეს ვამბობ, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გამოხატული კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, ხომ? და ასეთი ქმედითი ნაბიჯები იქნებოდა სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია, პირდაპირ ფრენების მხარდაჭერა და ასეთი ნაბიჯი იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა. რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ენთუზიაზმი, მოწოდებები, თუმცა იქიდან ვერ ვიღებთ შესაბამის პასუხს. რაც ძალიან სამწუხაროა, ხო? ანუ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გამოხატული, კიდევ ერთხელ ვიტყვი, კონკრეტულ ქმედებებში, თუმცა უკვე ამდენი წელია, ძალიან ბევრი წელია, ხო? არც ვიზა ლიბერალიზაციაზე მიდის საუბარი, არც თავისუფალ ვაჭრობაზე მიდის საუბარი, არც პირდაპირ ფრენებზე, რაც რა თქმა უნდა არ შეესატყვისება სტრატეგიული პარტნიორობის ბუნებას. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ისევე სხვა ბევრი ქვეყანა ევროპული არის პროექტში იგივე დახმარებია, არის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა, მათ შორის კონკრეტულ თანამშრომლობთ და ამაში თქვენს დამეთანხმებით, იმიტომ რომ იგივე ამ ხელისუფლების პირობებშიც მოხდა სხვადასხვა მიმართულებით. იგივე თქვენ საუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია და ეს სიკეთე ვნახეთ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისთვის. თუმცა დღეს უკვე საკითხი დადგა ყოველი შემთხვევისთვის, ამაზე ღიად საუბრობენ, რომ შესაძლოა ესეც კი შეჩერდეს და ფაქტობრივად ყველა პარტნიორი ქვეყანა გვაკრიტიკებს, აკრიტიკებს ხელისუფლებას სწორედ ამ კანონის გამო. გიღირთ ეს ყველაფერი, რომ სასწორზე დადოთ და გაფუჭდეს მინიმუმ ურთიერთობები. ორი დღის წინ თქვენმა კოლეგამ თქვენ ტელევიზიიდან აღნიშნა, რომ თუ შეჩერდება ვიზა ლიბერალიზაცია, ეს რა თქმა უნდა არის ასევე არასერიოზული თემა, მაგრამ მან თქვა, რომ თუ შეჩერდება ვიზა ლიბერალიზაცია, ეს იქნება რუსეთის ინტერესებში. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხო ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს ჩვენ საუბარი. მე მგონია, რომ თუ იმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის რომ ვიღაცა გამოვიდეს ქართული ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართულ ხალხს შეუწყვეტენ ვიზა ლიბერალიზაციას, ნუ ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. ანუ სანქციებზე საუბარი, პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება აჩერ უფრო, კიდევ უფრო მეტად არასერიოზული. ამიტომ მე მგონი ჯობია რომ სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ.
მოგესალმებით, დავით კობიძე, მთავარი არქი. ბატონო ირაკლი, თქვენს აღნიშნეთ, რომ ყველა ძალადობრივი ქმედება, რომლის შესახებად გავთ ინფორმაცია, რომ მომდევნო საპროტესტო აქციებზე იქნება მონაწილეობის მხრიდან, იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დაჭრილი. მე მინდა გკითხოთ იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავდით თავად ჩინადან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებზე. ამ შემთხვევაში დაწყებულია თუ არ გამოძიება, რატომ არ არიან ეს პირები ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები, არ არიან როგორც ვიცით და ოფიციალური განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებს ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. Ну, ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი ოპოზიციისგან განსხვავებით, ხო? თქვენ მუდმივად ხედავთ, რომ იგივე ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია, თავისი NGO-ები, ტელევიზიებით გამოდის ყოველთვის ორმაგი სტანდარტით. და ხშირად ისინი იწონებენ კიდეც ძალადობას, არა მარტო არ გმობენ, მაგალითად იგივე კოლეგებს, ჟურნალისტებს ძალადობას, დეპუტატებს ძალადობას და შემდეგ პირიქით იწონებენ ხოლმე ძალიან ხშირად ასეთი ძალადობის ფაქტებს. ჩვენ ამისგან განსხვავებით, ანუ ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, გვაქვს არა ორმაგი, არამედ ერთმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობას გმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო ჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს. და კიდევ ერთი კითხვა მექნება კანონთან დაკავშირებით, ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, როგორც ვიცით, შემდგომ ალბათ მოტივირებული შენიშვნებიც იქნება, ვენეციის კომისიის დასკვნასაც დაელოდება, ალბათ ხელისუფლება შემდგომ გაითვალისწინებს თუ არა მმართველი უმრავლესობა შენიშვნებს, რომელსაც მიიღებს ვენეციის კომისიისგან სავარაუდოდ. Ну, ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც პრინციპში ერთი და იგივეა. მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბაშვილის ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი, მე პირადად გვქონდა საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, EU-ს წარმომადგენლებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუ იქნება კონკრეტული შენიშვნები, წარმოადგენელი სამართლებრივი შენიშვნები და ასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნები წარმოადგენელი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. თქვენ იცით, რომ დღემდე არც ერთი კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ. თუ ახლა არის დრო მედია ამისთვის, თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოუდგენელი, რა თქმა უნდა, შეიძლება და მზად ვართ, რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში. ასევე გითხავთ სხვა შემთხვევებზე ძალადობაზე ისაუბრეთ ჩემო კოლეგამ, ჩვენ ხედავთ მოქალაქეები აცხადებენ, მათ შორის არის არაერთი თქვა ვიდეოც გავრცელებულა, უცხო ქვეყნიდან ხშირ შემთხვევაში რეკავს ამ დროისთვის დაუდგენელი პირები აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადამიანებს, არის მუქარის არაერთი შემთხვევაც, ისევე როგორც ვნახეთ და ალბათ თქვენს გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებებთან, საფთან ეგრეთ წოდებული ჩასაფრებები, თავდასხმა ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ხარ თუ არა დაინტერესებული და მიეცი თუ არა იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც შეიძლება მალე და ობიექტურად გამოიძიოს ეს საქმეები, ვინ დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან და რამდენად იქნებიან ეს ადამიანებიც დასჯილი. ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა ძალოვან სტრუქტურებთან და ყველა თემაზე იქნება აბსოლუტურად რეაგირება, იქნება ძალადობა, იქნება ეს მუქარა, ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით იქნება რეაგირება, ამას უკვე შედგა მსჯელობა სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ოპერატიულად ხომ არ შეიძლება ეს? არა, ოპერატიულად გაკეთდება ყველაფერი. ოპერატიულად გაკეთდება ყველაფერი. ან დადგენა ჭირდება ხო ფაქტებს. თქვენ გახსოვთ მაგალითად შარშან ლამის მთელი ქალაქი გადაწვეს, უამრავი ძალადობის ფაქტი იყო. მანქანები დაწვეს, ავტობუსები დაწვეს, პარლამენტი ლამის გადაწვეს, უამრავი ზიანი მიადგა, მათ შორის ქონებრივი ზიანი სახელმწიფოს და ნუ სულ ერთი კაცი იყო დაჭერილი. ანუ ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე სულ ერთი კაცი იყო დაჭერილი. რა თქმა უნდა, გამოძიებას აქვს თავისი სტანდარტი და საქართველოს შემთხვევაში აქვს აქაც ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი. გამოძიებას შესაბამისად ყველა ფაქტის დადგენას ესაჭიროება დრო. ამიტომ ყველაფერი ოპერატიულად იქნება გამოძიებული, თუმცა ეხლა იყო რაღაცა პირველთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია, თუმცა იქ არავითარი ძალადობა სინამდვილეში არ მოხდარა და ნუ რა სპექტაკლი დაიდგა იქ მე არ ვიცი ხა ნოდარ მელაძეს შვევია სპექტაკლების დადგმა ზოგადად.
ნუ ფაქტია, ნახეთ, ფაქტია რომ ძალადობა, არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა. მოგესალმებით ტელეკომპანია იმედი ნინმაისრაძე, რადგანაც ჩემო კოლეგამ ვეტოსთან დაკავშირებით უკვე გკითხათ, მე მინდა გკითხოთ იმ ვიდეო ჩანაწერებზე, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა და რომელიც ეხება აქციებში ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეებს უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ოპონენტებისგან, ოპოზიციისგან ისმის, რომ ეს ვიდეო მასალა რაც გავრცელდა არის ფალსიფიცირებული. ნუ ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რისი მომსწრეც ვართ და ერთ რამე შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ნაციონალმა შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული. ნუ ამ მასშტაბის გარყვნილება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ნუ არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. და თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან, ეს ადამიანები იყვნენ, სწორედ ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტ დისკს, რომელზეც იყო ადამიანების პირადი ცხოვრება ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც არის ამ შემთხვევაში სახესე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო ნაცმოძრაობის. საქმიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე, უჩა აბაშიძე, არის ნაცმოძრაობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში. ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. ნუ დანარჩენი არის გამოძიების საქმე, მაგრამ რეალურად მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის იმ რაოდენობით ვიდეო ჩანაწერებზე საუბარი, რომ ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი. აქ არის უბრალოდ წარმოუდგენელი მასშტაბი გარყვნილების, რაც არის სახესე. ეხება დანაშაული საბოლოოდ იქნება, რა თქმა უნდა, დადგენილი სათანადო წესით სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. მაგრამ ნუ ეს გარყვნილება და ნაცმოძრაობა რო არის იდენტური ცნებები, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე. მოგესალმებით, კესო-ქაფიანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბატონო ირაკლი, თქვენ რამდენიმე დღის წინ მედიასთან აღნიშნეთ, რომ პარტნიორებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგჭირთ დაბეჭდილება, რომ არსებობს მზაობა დისკუსიის. ასევე დაისვა კითხვაც ვეტოსთან დაკავშირებით და თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ვეტოს პროცედურა შეიძლება იქნას გამოყენებული. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ზუსტად გითხრათ, რას გულისხმობთ, მაგალითად სახელის შეცვლა თუ იგულისხმება და ასევე მაინტერესებს ის, რომ მაგალითად ოპოზიცია თulis, რომ არანაირი დისკუსია არ განიხილება მათი მხრიდან, კანონი უნდა იყოს მხოლოდ გაწეული. ვისთან დისკუსიას გულისხმობთ და აი რო დაგვიზუსტოთ, ვისთან დისკუსიას და კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ გულისხმობთ უცხოელებთან დისკუსიას, ანუ უცხოელ პარტნიორებთან დისკუსიას და მე მქონდა საუბარი ამ თემაზე ევროკავშირთან და EUTOS-თან. ანუ მათთან დისკუსიისთვის ვართ მზად. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს არის აბსოლუტურად გასაგები ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც აქამდე ეშინოდათ მათ დეტალებში შემოსვლა, ზუსტად ასევე ეშინიათ დღესაც. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როდესაც კანონი თვალისწინებს ერთადერთ რამეს, ხო, წელიწადში ერთხელ NGO-ების მიერ დეკლარაციის შაბარებას. აქ უბრალოდ რა შენიშვნა შეიძლება წარმოადგინონ, მე ცოტა თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, ხო? ამიტომ გაურბიან საბოლოო ჯამში, თუნდაც ამ ვეტოზე საუბარს ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოვლენილი და ეს ასე ვთქვათ ინიციატივაც სწორედ ამის გამოხატულება. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით. დანარჩენი ვნახოთ. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ოპოზიციას რომ აქვს ეს დესტრუქციული დამოკიდებულება, საერთოდ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რეალურად შეუძლებელია რაიმე კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა წარმოადგინა ამ კანონთან დაკავშირებით. დავაზუსტებ ერთად, თქვენი მხრიდან რა იქნება მთავარი არგუმენტი, რაც გააძლევთ რწმენას, რომ თქვენი ოპონენტების ან თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება შეძლებთ. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ კანონია კარგი. ანუ კანონი თვალისწინებს ერთ-ერთ რამეს,
ანუ ერთადერთ რამეს თუ ვინმე მეორე რამეს დამისახელებს კი ბატონო, მაგრამ კანონი თვალისწინებს ერთადერთ რამეს. ეს არის ის, რომ ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ საკუთარი დეკლარაცია. დანარჩენი ყველაფერი არის ტექნიკური ნორმები, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო რას აკეთებს, მერე სანქცია რა არის და შემდეგ ეს არის არსებითად ტექნიკური დანართი, რაც აქვს ძირითად რეგულაციას და ერთადერთი თავარი რეგულაცია არის ის, რომ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაცია, რაც არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რაც უნდა დააკმაყოფილოს, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამიტომ უბრალოდ შენიშვნა ვერ იქნება ვერანაირად წარმოქმნილი, ვერავით არის სამართლებრივი შენიშვნა ვერ იქნება წარმოქმნილი კანონთან დაკავშირებით და ამას უკავშირდება სწორედ ოპოზიციის ეს დესტრუქციული დამოკიდებულება. ბატონო, კითხავთ თუ შეიძლება. დიახ, თქვენ გეძრაუნდელი საუბრის დროსაც ისაუბრეთ უცხოები, გარეძალები და თქვათ იქიდან მართული პროცესი გვესმის ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იგივე გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ. ვინ არიან ესენი, რომელი ქვეყანა არიან, რომელი პოლიტიკოსები არიან, რომელი პარტია კონკრეტულად ვის გულისხმობთ, ვინ არის საქართველოს მტერი თქვენი აზრით? ნუ პირდაპირ გეტყვით, რომ აქ საუბარი არ არის ქვეყანაზე და რამდენჯერმე თქვი და გავიმეორებ, რომ აქ არ იგულისხმება არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები. პირიქით, ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ევროკავშირის ეკონომიკა 16.3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ და ახლა არის 17.3 ტრილიონი. ეს ნიშნავს იმას, თან ეს ინფლაციის ფონზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ თვისებრივად დაიხია უკან 16 წლის განმავლობაში. როცა მანამდე 5-6 წლის განმავლობაში ჰქონდათ ორმაგი ზრდა. ანუ 7 ტრილიონიდან გადაცდა 16 ტრილიონს და ამის შემდეგ დარჩა პრაქტიკულად იგივე მაჩვენებელზე, მხოლოდ 1 ტრილიონით გაიზარდა ნომინალური ეკონომიკა. რაც ნიშნავს იმას, რომ ინფლაციას თუ გამოაკლებ, რეალური ეკონომიკა არის ქვემოთ წასული. შესაბამისად, ევროკავშირი არის მთავარი მსხვერპლი ამ ძალების. ვინ არიან ეს ძალები? ეს ძალიან ბევრმა იცის. მე არ ვიცი, სახელობამაც არ იცის. ჩვენ ვერ ვიცით. ეს არის იმდენად დელიკატური საკითხი, რომ ამან შეიძლება პრობლემას შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ამაზე საჯაროდ საუბარმა. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ასეთ რისკის ქვეშ ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებას ვერ დავაყენებთ, თუმცა იგულისხმება ძალიან კონკრეტული ძალები. ალბათ დიდი.